მოქვის საკათედრო ტაძარი აფხაზეთში მდინარე მოქვის ნაპირას მდებარეობს. ეს ერთადერთია აფხაზეთის ტაძართა შორის, რომლის აგების შესახებ წერილობითი საბუთი მოგვეპოვება. ქართული ისტორიული წყაროების ცნობით აფხაზთა მეფე ლეონ მესამემ აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ. მატიანე ქართლისაი გვამცნობს, რომ აფხაზთა მეფის გიორგის ძე ლეონი კახეთში იყო სალაშქროდ, როცა მამის გარდაცვალების ამბავი მოუვიდა. თვითის ფაქტი, რომ მემატიანემ საჭირო ჩათვალა ტაძრის აგება საგანგებოდ მოეხსენებინა, მოწმობს, რომ მოქვი მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრად იყო მიჩნეული. ლეონ მეფემ, როდესაც ტაძარი ააშენა, მაშინათვე გათვალისწინებული იყო, რომ ის საეპისკოპოსო ცენტრი ყოფილიყო. საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა მაშინდელი ოდიშის საერისთავოს ტერიტორიაზე. მე-10 საუკუნეში ოდიშის საერისთავოს ტერიტორიას წარმოადგენდა. მაგრამ დაარსდა აფხაზთა მეფის დროს და აფხაზთა მეფის მიერ. აქედან გამომდინარე, ის ქართულ აფხაზურ საერთო კუთვნილებას და საერთო კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მოქვის ტაძრის აგება და მოქვის ირგვლივ კათედრის გახსნა, საეკლესიო კათედრის მოქვის ეპარქიის შექმნა იყო საეტაპო მოვლენა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე დასავლეთ საქართველოში არის ქართული საეკლესიო ეროვნული ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის საკათალიკოსო, რომელიც როგორც ჩანს, საბოლოოდ გაფორმდა მე-10 საუკუნის მიჯნაზე. მოქვის ეკლესია მდიდარი იყო ეპიგრაფიკული ძეგლებითაც, მაგრამ დღეს შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლოს წარწერა, რომელშიც მოქველი ეპისკოპოსი გრიგოლია დასახელებული. საკათედრო ტაძარი დავით აღმაშენებლის ხანაში საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ. სამწუხაროდ იმ დროის ფრესკული მოხატულობის კვალი დღეს არსად ჩანს. მე-10 საუკუნე აღმშენებლობით გამოირჩევა აფხაზთა სამეფოში. აფხაზთა სამეფო მაშინ ნიკოპსიიდან ლიხის ქედამდე ტერიტორიაზე და კავკასიონის ქედიდან ჭოროხის ხეობამდე ტერიტორიამდე ვრცელდებოდა და ამ ტერიტორიაზე ახლად ჩამოყალიბებულ სამეფოში მიმდინარეობს საეკლესიო აღმშენებლობა და ახალი საეპისკოპოსოების შექმნა და ასეთ ვითარებაში იქმნება მოქვის საეპისკოპოსო. ეს არის ერთიანი სივრცე, ერთიანი ქართული ახლა საეკლესიოს იმდენად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ცალკე ორგანიზაცია აფხაზეთის საკათალიკოსო, ქართლის საკათალიკოსო ცალკე ორგანიზაცია, მაგრამ მაინც კულტურულად, ენობრივად, ხო, ეს არის ერთიანი ქართული საეკლესიო სივრცე. აი ასეთი ეპარქიების შექმნით, პირველი ეს მოქვის ეპარქია, შემდეგ კი ბედიის ეპარქია, შეიცვალა ეს ძველი საეკლესიო ცენტრები, ძველი ბერძნულ ბიზანტიური საეკლესიო ცენტრები შეიცვალა ესე იგი ქართულით. მოქვის სამნავიანი ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერთა გამრავლება, ძველი ნუსხების განახლება. დღემდე მოღწეულია წიგსაცავის ხელნაწერები, რომლებიც გვამცნობენ მოქվել მოღვაწეთა სახელებს. სიძველეებიდან განსაკუთრებით მაღალი ღირებულება აქვს მოქვის 4 თავს. როგორც ჩანს, მოქვის საეპისკოპოსოში სკრიპტორიუმი არსებობდა, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერების გადაწერა, გადანუსხვა და სწორედ ამ სკრიპტორიუმიდან არის მოქვის 4 თავი, შემდეგ ის ჯურჭის მეორე 4 თავი, აი ეს მეტაფრასული კრებული, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება და კიდევ სხვა ხელნაწერები, რიგის 4 თავი მაგალითად და მოქვის გულანი, რომელიც მე-16 მე-17 საუკუნეებით თარიღდება და ამდენი ხელნაწერი არის შემორჩენილი მოქვის სახლიდან. აქედან ჩანს, რომ საკმაოდ დაწინაურებულ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა და იქ ძალიან დიდი კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობდა. მე-19 საუკუნის შუახანებში მოქვის ტაძარი აფხაზეთის მთავართა საგვარეულო სამარხი გახდა. საფლავის ქვებზე ამოკვეთილ წარწერებში იკითხება, რომ აქ განისვენებენ უკანასკნელი მთავარი აფხაზეთისა მიხაელ გიორგის შარვაშიძე და მისი მეუღლე. მოქვის ტაძრის რესტავრაცია მოახდინა მიხეილ შარვაშიძემ, ბოლო მთავარმა აფხაზეთის მიხეილ შარვაშიძემ და ის თავის საძვალედ გამოაცხადა ალბათ, იმიტომ რომ მეუღლე დაასაფლავა იქ. ამის მერე თვითონაც დაასაფლავეს იქ და იქვე დაასაფლავეს გიორგი შარვაშიძე, მიხეილ შარვაშიძის ვაჟი, საყოველთაოდ ცნობილი ქართველი
მიუხედავად იმისა, რომ ის იყო აფხაზეთის შარვაშიძე და ის თავის სამშობლოდ თვლიდა ივერიას, თავის სამშობლოდ თვლიდა საქართველოს, იცავდა საქართველოს, იყო ქართველი მწერალი, იყო ქართველი დრამატურგი, პუბლიცისტი. გამიგეთ, გიორგი იქაა დასაფლავებული და მათ საფლავზე იყო ასომთავრული წარწერა. ვინაიდან აფხაზეთი დროებით ოკუპირებულია, ჩვენთვის მიუწვდომელია ინფორმაციები ენგურს გაღმადარჩენილი ჩვენი ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. 1967 წელს აღინიშნა მოქვის საყდრის აგების 1000 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით მოქვის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობდა და დასრულდა. ძველი მინაშენები, რომელიც იყო, ის მოაშორეს და მოქვის საყდარმა შედარებით თავდაპირველი სახე მიიღო. ამის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის დროს იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობდა. მხოლოდ 2002 წლიდან აღდგა იქ ღვთისმსახურება და დღეს არარეგულარულად მიმდინარეობს ღვთისმსახურება. ეხო კავკაზის ჟურნალისტის ელენე ზავოდსკაიას ცნობით მოქვის ტაძარი დღეს დანგრევის პირასაა. შიდა ფასადს ობი მოედო, სინესტეკი კედლებს აზიანებს. დაზიანებულია ტაძრის გუმბათიც. აფხაზეთის დე-ფაქტო კულტურის მინისტრის განცხადებით, მათ ტაძრების სარესტავრაციო ფინანსები არ გააჩნიათ. არადა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ 40-მდე ტაძარს რემონტი სჭირდება. მოქვის ტაძარი, ისევე როგორც დანარჩენი ეკლესიები, ეგრეთ წოდებული აფხაზური ეკლესიის ბალანსია. იქ სულ უფრო იშვიათად ტარდება ღვთისმსახურება. რთულია ვთქვათ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ტაძარი. ერთი რამ კი უდავოა, დრო მათ სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს.